საზოგადოებაში ნათესაობის ინსტიტუტი ბუნებასთან ყველაზე ახლო მდგომ აქტივობად ითვლება. ნათესაობას შეუძლია ბუნების მოდიფიცირება, შეცვლა, მაგრამ არ შეუძლია მასზე გადაბიჯება. ნათესაობის თეორიის კრიტიკული აქსიომა იმაში მდგომარეობდა შნაიდერის შენიშვნით, რომ ნათესაობის სოციალური და კულტურული ატრიბუტები ბიოლოგიური რეპროდუქციიდან მომდინარეობდა. ამგვარად, თუ მცირე მასშტაბიანი საზოგადოებები შეისწავლებოდა ნათესაობაზე დამყარებულად და თუ საზოგადოებისთვის ნათესაობის იდეომი უფრო პრიორიტეტული იყო ვიდრე ეკონომიკა, პოლიტიკა და რელიგია, ამით მათი პრიმიტიული სტატუსი კიდევ უფრო მტკიცდებოდა. მეორე მიზეზი, რის გამოც მრავალი ანთროპოლოგი ნათესაობაზე როგორც ბუნებრივ ელემენტზე აკეთებდა მახვილს, გამომდინარეობდა თვითონ ანთროპოლოგების ნათესაური ურთიერთობებიდანაც. ამ კვლევართათვის, უფრო ზუსტად მათი საზოგადოებებისათვის, ნათესაობა მოხერხებულად გადაინაცვლა საზოგადოებიდან მოშინაურებულ ბრჭყალებში, სფეროში, რომელშიც ადამიანთა ყველა ფესვის გადატანა იყო შესაძლებელი ბუნებრივად. ნათესაური სისტემის კანონისა და წესრიგის, ანუ ადათ-წესების ტრადიციული კვლევები ნათესაურ სისტემას აიგივებდა თვითონ საზოგადოებასთან და ასევე განასხვავებდა ნათესაობის შინაურ და სამართლებრივ სფეროებს. ნათესაურ სისტემაში ამგვარი დაყოფა მიზეზი გახდა იმისა, რომ ადგილობრივ ხალხს დაბალი რანგის სტატუსი მიენიჭა. შინაურის საუფლოს შეადგენდა ნათესაური ურთიერთობები მშობლებსა და შვილებს შორის. ეს სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო კერის, ოჯახის, ცოლ-ქმრის და ბავშვების სამყარო. მეიერ ფორტესის თქმით, ეს იყო სფერო, რომელშიც სამართლებრივი სფეროდან განსხვავებით, მეგობრობის, მშვიდობის აქსიომა მეფობდა. ეს იყო ყოველდღიური მშვიდობიანი ურთიერთობების სამყარო, რომლის წევრებს ჩამომავლობა, ლინიჯი მართავდა და რომელიც მისი დომინანტური და სუბორდინაციული სამართლებრივი სტრუქტურების ხერხემალი იყო. სწორედ ეს სამართლებრივი სფერო ქმნიდა პოლიტიკას და ამ გზით უზრუნველყოფდა საზოგადოებას წესრიგით და უწყვეტობით. ნათესაური პოლიტიკის მოთხოვნები, მითითებები და დირექტივები მართავდა და იცავდა პრიმიტიულ ხალხს. საზოგადოებაში ადამიანს სტატუსი ენიჭებოდა და უფლება-მოვალეობები არსებითად ეკისრებოდა იმის მიხედვით, თუ რა ადგილი ეჭირა მას ლინიჯში. გენეალოგია განსაზღვრავდა პიროვნების პოლიტიკურ სტატუსს, მის უფლებებს, მიწასა და სხვადასხვანაირ ტიტულატურას. ზემოთ მოტანილი ნარატივიდან, რომელიც საზოგადოების ადგილობრივ ნათესაურ სისტემაში პიროვნების ადგილს ეხება, შეიძლება გავიგოთ, რომ ნათესაობის თეორიიდან მიღებული ცოდნა 1970 წლამდე მდგომარეობდა იმაში, რომ პრიმიტიული საზოგადოებრივი წესრიგისთვის უნილინიალური ხაზი ჩამომავლობის სისტემები აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო მზარდი საპირისპირო საბუთების მიუხედავად. რედკლიფ ბრაუნის მიხედვით, უნილინიალური ინსტიტუტები ამა თუ იმ ფორმით, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც არსებობენ ნებისმიერ სოციალურ სისტემაში. თვით ლევი-სტროსიც კი ნათესაური წარმომავლობის შესახებ თეორიის მთავარ კრიტიკაში უნილინიალურ ჩამომავლობას აღიარებს და აუცილებლობად თვლის მისი ელემენტარული სტრუქტურების კავშირისა და გაცვლის მოდელის ლოგიკისათვის. სტროსის აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ ნათესაური სისტემის სოციალური გადაჯაჭვულობა, ერთიანობა მამაკაცთა ჯგუფების ცნების წინაპირობაა, რომლებიც ერთმანეთში ცვლიან ქალებს. ეს კი საჭიროებს ჩამომავლობის წესს, რადგან თვითონ ჯგუფები უნდა განისაზღვრონ ჩამომავლობის ამგვარი სტაბილური ბრჭყალებში წესით. საჭიროა იმის აღნიშვნას, რომ 1959 წელს ლევი-სტროსი საუბრობდა ჩამომავლობაზე, როგორც პრიმიტიული საზოგადოების თვალშისაცე მოწესრიგებელ პრინციპზე და ის არ გამხდარა საკამათო ობიექტი 1960 წლამდე.
მეცნიერები განსხვავდებოდნენ იმის მიხედვით, თუ ვინ ცნობდა, ვინ აღიარებდა ნათესაურ სისტემაში ჩამომავლობას, ესე იგი კავშირებს მშობლებსა და შვილებს შორის და ვინ იყო კონცენტრირებული საქორწინო ურთიერთობების კავშირებზე. რედკლიფ ბრაუნი ეკუთვნოდა იმათ ჯგუფს, ვინც ნათესაობას უმეტესწილად ჩამომავლობის შუქზე განიხილავდა. ფორტესი და ჯეკ გუდი ერთმანეთისაგან მიჯნავდნენ წარმომავლობით ნათესავებს და ქორწინებით, ესე იგი დამოყრებით ნათესაობას. აქედან გამომდინარე, გუდი ხშირად ხმარობს ფრაზას ნათესაობა და ქორწინება, რომელშიც ქორწინება გარეგნული იყო ნათესაობასთან შედარებით. ამის შემდეგ ის განასხვავებს აგნატებს, ესე იგი პიროვნებებს, რომელნიც მომდინარეობენ საერთო წინაპრიდან, მხოლოდ მამებიდან და კოგნატებს, დედის მხრიდან ჩამომავლებს და ბოლოს ჩამომავლებს დედის და მამის მხრიდან. ამგვარი ტიპოლოგია გააკრიტიკა ედმუნდ ლიჩმა, მისი თქმით, იმის გამო, რომ არც ერთი საზოგადოება არ იმართება მხოლოდ წარმომავლობის პრინციპით, არ შეიძლება მათი, ესე იგი საზოგადოების განსაზღვრა მატრილინეალურად ან პატრილინეალურად, თუ არ განისაზღვრა კონტექსტი, რომელშიც ისინი ჩართული არიან. ნათესაურ სისტემას, ნათესაობას გააჩნია სამი ასპექტი. კატეგორიის დონეზე ის შედგება ნომენკლატურისა და კლასიფიკაციის ფორმებისაგან. ეს იძლევა კონცეპტუალურ ჩარჩოს, რის მეშვეობითაც ადამიანები განიცდიან და ესმით თავისი გარემოსი და ურთიერთობათა გაუმხატველი ტერმინოლოგია ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ნათესაობაში. სამართლებრივ დონეზე ის მოიცავს კანონებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ხალხის ნათესაურ ქცევაზე, რაც ყველაფერს მოიცავს, დაწყებული კრიმინალური სამართლიდან, კარგი მანერების შესახებ იდეების ჩათვლით. სამართლებრივი კანონები გამოიხატება ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებში, მაგრამ რამდენადაც ეს კატეგორიები ჩვეულებრივ გარანტირებულად ითვლება. ბიჰევიორისტულ დონეზე ფაქტობრივად გულისხმობს თუ რას აკეთებს ხალხი, როგორ იქცევა ხალხი. ის შესაძლოა დაიყოს კოლექტიურ ქცევად, რომელიც სტატისტიკურად გამოიხატება ისეთი ცნებებით, როგორიც არის ქორწინების ან გაყრის ნორმები და ინდივიდუალურ პრაქტიკად, რომელიც დამოკიდებულია გარემო პირობებზე იმ დროს. პრაქტიკა, რა თქმა უნდა, განიცდის სამართლებრივი ნორმების გავლენას, მაგრამ ხშირად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ის ჰგონიათ.